9-15 ამ ნომრის ქვენომრებში მოგვეთხოვება მოვახდინოთ პოტენცირება და ვიპოვოთ x-ი მისი ლოგარითმის მიხედვით. წინასწარ გავაკეთოთ ზოგიერთი შენიშვნები პოტენცირების შესახებ. გამოსახულების პოტენცირება რომ მოვახდინოთ, მოვიქცეთ შემდეგნაირად. პირველი, გამოსახულებაში შემავალი თავისუფალი რიცხვები წარმოვადგინოთ იმავე ფუძიანი ლოგარითმის სახით. მეორე, გამოსახულებაში შემავალი ლოგარითმებს თუ გააჩნიათ კოეფიციენტი, მაშინ რიცხვითი კოეფიციენტი გადავსვათ ლოგარითმის ნიშნის ქვეშ მდგომი ხარისხის და გამოსახულების ხარისხის მაჩვენებლად. მესამე, თუ გვაქვს შესაკრებები, რომელთა წინ გვაქვს პლუსი ნიშანი, ასევე თუ გვაქვს შესაკრებები, რომელთა წინ გვაქვს მინუსი ნიშანი, მაშინ ასეთი გამოსახულება მიიღებოდა წილადის გალოგარითმების შედეგად. ესე იგი, მოცემული გამოსახულება იცვლება ლოგარითმით, ლოგარითმის ქვეშ გვაქვს წილადი, რომლის რიცხველი იქნება ყველა იმ რიცხვების ნამრავლი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს პლუსი ნიშანი, ხოლო მნიშვნელად იქნება ყველა იმ რიცხვების ნამრავლი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს მინუსი ნიშანი. მეოთხე, ამის შემდეგ ორივე მხარიდან მოვხსნით ლოგარითმებს და დარჩება პოტენცირების შედეგი. განვიხილოთ მაგალითები. 9-15 მეორე მაგალითი. ლოგარითმი უდრის ლოგარითმას პლუს ლოგარითმ c პლუს d. როგორც ვიცით, ჯამს გვაძლევს ნამრავლის გალოგარითმება. ამიტომ მოცემული გამოსახულება იცვლება გამოსახულებით. ლოგარითმი x უდრის ლოგარითმ 100 ნამრავლი c პლუს d-ზე. თუ აქ ლოგარითმებს მოვხსნით, დარჩება პოტენცირების შედეგი x უდრის 100 ნამრავლი c პლუს d-ზე.